გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. კარგი ხანია, ვიდეო ლაივი არ ჩამიწერია. ჩემი ამბებიდან გამომდინარე, არავის თავს არ ვახვევ, უბრალოდ არ მიცალა ფიზიკურად. და აი დღეს გადავწყვიტე ჩამეწერა ვიდეო ლაივი იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ცირკი, რა თქმა უნდა, არ მთავრდება და შემოიხედავ თუ არა ახალი ბრბოს, მასას, ხალხს ახალი სალაპარაკო აქვს გაჩენილი და ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი და წამებული გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ პოლიტიკოსი იყო, დაზარალებულებს ეხმარებოდა, ასე შემდეგ, მერე საღასიდან მოიტაცეს, სადღაც ჩამოიყვანეს, ну, მოკლედ აგენტ 007-ს რო გაუკვირდებოდა ისეთი სცენები რო დადგეს, ვიღაცას გაულახია ციხეში. და ამათი თავშეყრის ბუნაგი სადაც არის, ისა რა ქვია, ვივამედში ყოლიათ გადაყვანილი და ვივამედიდან და რა ვიცი, წერილები იწერება და თვითონაც წერს, რომ ასეც ემეს, ისეც ემეს, ასე ექნეს, ისე ექნეს და მოკლედ აღშფოთებული და შეშფოთებული არის მთელი საქართველო. ну, ასეთი რაღაცები როგორ ხდება, წავიდა ახლა ამაზე ლაპარაკი, გამოვიდა ის ჩვენი ნაპრეზიდენტალი მადამ პამპადური, რომელმაც განაცხადა, რომ თურმე ეს არ არის საქართველო, ეს არ არის ქართული ტრადიციები და ეს როგორ მოხდა და ახლა ალბათ ევროპაც აღშფოთდება, ევროპაც შეშფოთდება, იმიტომ რომ როგორ შეიძლება ბაჩიაშვილის ცემა ციხეში და მე მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა მე პირადად ადამიანი წინააღმდეგი ვარ ნამდვილად ყველა ძალადობის გინდა ქუჩაში იყოს, გინდა ციხეში იყოს ადამიანის ცემას და საერთოდ თუ ჩვენ სახელმწიფო გვინდა ავაშენოთ, საერთოდ სახელმწიფო ჩემოკარგებო ფასდება იმით, როგორ ექცევა დამნაშავეს. ამიტომ სახელმწიფოს ერთ-ერთი და კანონის და სამართლიანობის ერთ-ერთი მთავარი მანიშნებელი არის ის, თუ ის როგორ ექცევა დამნაშავეს. და ჩვენ სახელმწიფოს როგორც სამართალი აქვს შერჩევითი, ასეთივე შერჩევითი აქვს ციხე. ზოგიერთი ქვეყნის დამაქცევარი და მოღალატე წამოპლაკული არის გემრიელად და ერთი მეორის მიყოლებით მისი ბოზები აკითხავენ ვივამედში და ფეხი ფეხზე აქვს გადადებული, ზოგიერთი კიდე რა ვიცი თავის დროზე პაემანს ვერ ღებულობს, ასე შემდეგ და ну ზოგიერთის კიდე თმის ღერის ჩამოვარდნა არის ეს. ახლა რა ამას მინდა უბრალოდ გამოვეხმაურო. საერთოდ ერთი რაღაცა მინდა გითხრათ რა. ბიჭო, პიროვნება ბიძინა ივანიშვილი კიდე ვერ გაიცნო საზოგადოებამ და კიდე ვერ გაიცანით ვინაა. აგერ ახლა გუშინ კიდე ჩაუვლია დიდ იმას, რა ქვია, პლანაკეშების და დაბოლილების იმას მარშს თბილისში და რა იყო ბიძინაო გადაგვაგდე მაგის დედა ვატირეო რო ისო რა ქვიაო ამდენი ხანიო რაცხაო ნორმალურ გზაზე დადექიო და გვაძლევდიო დაბოლების და ჭხირაობის საშუალებასო და ახლა გვიკრძალაო. ხო არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილი იყო კაცი, რომელმაც ეს და ქოცები იყვნენ, რომელმაც მოხსნეს აი ამ ჯოჯოხეთის კარიბჭეს თავი და ამოვიდა ყველა ბარიგა და ყველა ნარკომანი და საქართველოს ლამის იყო იმათ გადაიქცა. ეგ მეორე ავღანეთად ვინსაც ჭხირაობდა და რამდენი ჭხირაობდა კაციშვილმა არ იცოდა და ეხა ვინმე არ იმასნას არ შემოვიდეს დისკუსიაში და არ მითხრას, რომ ბიძინა ივანიშვილი არ იყო მთავარი მომხრე ამ ყველაფრის, მისი პირით გამოდიოდა და ამბობდა იმას, რომ ესა რა ქვია აგერო პლანების პლანტაციებიო დავთესოთო იმდენი შემოსავალი. მე ხო არ ვაბრალებ რამეს ბიძინა ივანიშვილს, ეს ასე არ იყო, თვითონ არ ამბობდა, რომ თვითონ არ უჭერდა მხარს და გახარიას პოლიცია არ იყო, რომელიც ამბობდა, რომ რა პრობლემაა, თუ კი კულტივაცია წავა ნარკოტიკების საქართველოში, პოლიცია ამას გააკონტროლებს. ახლა უკვე აკრძალა. ახლა ასია საჭირო, მაშინ ისე იყო საჭირო, მოუშვა, მთელი ახალგაზრდობა მიაყარა იმის მაგივრად სამუშაოზე და სადმე გაეშვა, წამალზე და უბედურებაზე მიაყარა და ახლა ზოგიერთი ქოცი გამოდის და ბიძინა მოვიდა და ბიძინამ გითხრა გაიჩხირეო. გარემო შექმნა, სივრცე შექმნა იმის, რომ ნარკოდანაშაულს და ნარკოტიკებს მისცა საშუალება იმისი, რომ ვისაც უნდა
იჩხიროს, ვისაც უნდა არ იჩხიროს და ამის გამო პასუხი არავის მოეთხოვოს და ეს თავის დროზე რო დაუშვეს ჩინეთში ოპიუმის პირველი ომი და ოპიუმის მეორე ომმა გაანადგურა 20 მილიონი ჩინელი ახალგაზრდა. ამ პატარა მასშტაბებით ჩაატარა და ახლა კრძალავს. ახლა მთელი ეს ნარკომანები რიგში რო იდნენ, ერთი გადაყლაპვა წამლის გულისთვის, კარდასოცხალს აგინებენ ოცნებას. ხომ მიეცით ხმა? ბიძინაზე უკეთესი არავინ არაო, გვიჩხირავსო და გვაბოლებსო და გვაიმასქნებს. ახლა თქვენც გადაგაგდოთ. საერთოდ ამ კაცის ფენომენი არის გადაგდება. გადაგდება. და საერთოდ ამ კაცის ფენომენი არის ის, რომ ასე მოექცეს. მე თქვენ დამისახელეთ ადამიანი, აქ ბაჩიაშვილზე კი არაა საქმე. დაუბრუნდები ახლა ბაჩიაშვილის იმას რა ქვია თემას. კი ბატონო, ნიადაგი მოსინჯა და საქმეც იმაში იყო ის სასულიერო პირები, ვინც ახ დავით ქლუიძე და ისინი ვინც გამოვიდნენ, მაშინ და ხმა მოიხეს, მის მერე დაიწყო ქოცებმა და ბიძინა ივანიშვილმა და ამათმა და გირჩს მიცეს უზარმაზარი თავისუფლებები ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის და გირჩს მიცეს პირდაპირ ეთერში პლანების თესვის და იმის რა ქვია გასაბერი ეკლესიების აშენების და დეზერტირობის ოფიციალური უფლება ერთი ცივილკივილი იყო. მე ვიყავი მაშინ საქართველოში და ჩვენ თვითონ უშუალოდ ვებრძოდით ამ ყველაფერს, რაც ხდებოდა ერის გადაგვარებას და განარკომანებას და გაუბედურებას და მაშინ მთელი ქოცობა ვენებს იჭრიდა, რას ქვია ბიძინამიცის ყველაფერიო. ასე იყო ეს ყველაფერი. გადაყარა ეს ხალხი? გადაყარა. ისე როგორც 2012-ში გადაყარა ეს ხალხი. ახლა მეორე ფენომენს დაუკვირდით ხალხო. მეორე ფენომენს. თქვენ მე დამისახელეთ პიროვნება, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან ერთად იყო, მოდიოდა, ან მოდის, რომელზეც ბიძინა ივანიშვილს არ ქონდა უდიდესი წარმოდგენა, უდიდესი იმედები და ეს ხალხი როგორი ცუდი გახდა. მე არა აქვს მნიშვნელობა ეს მარგველაშვილი იქნებოდა, ზურაბიშვილი იქნებოდა, იქ თავისი პარტიის ხალხი იქნებოდა, გახარია იქნებოდა, ეს ბაჩიაშვილი იქნებოდა, რიჟვაძე იქნებოდა, თუ ვინ იქნებოდა. ასე არ იყო, დამისახელეთ. იგივე ის ღარიბაშვილიც, რომელიც ეგონაც აყვავებული იყო, ახლა გონია დინარაძის მოცურებას აპირებენ და გადაგდებას აპირებენ და ერთ ადგილას შეტენვას. აი ესეთია ეს კაცი. შევარდნაძის სტრატეგიაა ეგ ყველაფერი. კი ბატონო, სააკაშვილის პირველი ნაცი იყო ბიძინა ივანიშვილი და ამას თვითონ ამბობდა, რომ მე მოვიყვანე სოროსის ფონდ, ყველა გადააგდო. ამ ადამიანის ბუნება ყველას გამოიყენებს და გადააგდებს მე. ასე გამოიყენა ეკლესიაც თავის დროზე მე გადააგდო და ეკლესიის მიმართ რეებია. ნუ მოკლედ ეს ფენომენი არის ეს ადამიანი. ეს აქ ჩვეულებრივად აღებული შევარდნაძიდან. შევარდნაძის ჰქონდა ასეთი სტრატეგია, შევარდნაძის ჰქონდა ზუსტად ასეთი ტაქტიკა, თავიდან ასე დააწინაურებდა ხალხს, ზუსტად ვისაც ახსოვს ეს ძველი დრო და ვინც იცის შევარდნაძის ხელწერა, ყველას ასე შემოიკრიბავდა, დააწინაურებდა და ვისაც დააწინაურებდა, იმას მეორე მესამე დღეს იჭერდა. ესეთი ჩვევა ჰქონდა თუ ვინმეს ესა რა ქვია დაუძახებდა შვილო ასეთი მიმართვა ჰქონდა, მამაშვილური იმით, რომ შვილოს თუ დაუძახებდა, იმას საერთოდ სიცოცხლე ჰქონდა, სულ მალე წირვა ჰქონდა გამოტანილი. აი ეს სტრატეგიის ადამიანი არის ბიძინა ივანიშვილი. აი ეს მთელი სანაგვე, მე რომელიც ახლა უპირისპირდება მისი ყოფილი თანაგუნდელები, აბსოლუტურად ყველა იყვნენ ბიძინა მადიდებლები. ყველა მიუშვა, ყველა გარყნა, ყველა გადააგვარა, ყველას მიცა საშუალება იმისი, რომ გასრული ყოფილიყო და როდესაც გასრული და ჩასრული აღმოჩნდა, ეს გასრული და ეს ჩასრული ადამიანები შემდეგ აი ესე გამოყარა და ზოგი ციხეშია, ზოგი გაქცეულია, ზოგი ასია, ზოგი ოპოზიციაშია და ასე შემდეგ. ეს არის ბიძინა ივანიშვილის სახე. ახლა რაც შეეხება ბაჩიაშვილს. ბაჩიაშვილს რაც შეეხება, მე ერთი წუთით არ მეცოდება ეს ადამიანი. არ მეცოდება. კი, ახლა პატიმარი არის, არ შეიძლება პატიმარზე ცუდის თქმა, არ შეიძლება ესეთი მაშინ, მაგრამ აი არ მეცოდება. არ მეცოდება, იმიტომ რომ ქვეწარმავალია. ისეთივე ქვეწარმავალი არის, როგორც არის ბიძინა ივანიშვილი, თან ახალგაზრდა ქვეწარმავალი. ამისთვის ერთი წლინახევრის უკან, 2 წლის უკან ვინმეს ბიძინაზე რამე რო ეთქვა, ტყვიას ესროდა ადამიანს. იმიტომ რომ ბიძინა მიცა ამას საშუალება, რომ აი ესეთი ფულები, ეტრიალები, ასე შემდეგ და როცა უკვე აღარ გახდა საჭირო, მერე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მერე ეს ქვეწარმავალი წავიდა, ვითომ ოპოზიციას აფინანსებდა, ვითომ სინდისის პატიმრებს მკურნალობდა და გადატრიალებას დემონსტრირებდა. ერთი ნაგავი. ამიტომ არ მეცოდება მე არც ერთი ნაგავი და არც მეორე ნაგავი. ახლა რაც შეეხება თვითონ საკითხს იმას, რომ ამას ციხეში ასე მოხდა, ისე მოხდა. ჯერ იმასაც გეტყვით, სხვათა შორის, ის ცოცხი და დუბინკა, რომელიც იყო მოგონილი ნაცების რეჟიმის, ხო?
ნაცების რეჟიმის დამფინანსებელი ბრწყინვალეთ იყო საქმის კურსში, ბატონი ბიძინა. დროებითაა გადადებული თუ არა, ის დუბინკა და ის ცოცხი საჭირო მომენტში საჭიროდ ამუშავდება, ისე რო იცოდეთ რა, რო იცოდეთ. ახლა რა შეიძლება ამის ცემას. ბიჭო, საერთოდ ძალიან მოდაში შემოვიდა აი ამ ცემების საკითხი, ქუჩაში ცემების საკითხი, ვიღაცას ქუჩაში გალახავენ, ვიღაცას ციხეში გალახავენ და მერე გამოვა ეს ხალხი და 100-ია მეტის ღირსია ვერ შეიშნო, აბა ბიძინასთან რა უნდა, აბა ამდენ ქოთს აგინა და ასექნა და აბა როგორ იქნებოდა და აბა რანაირად იქნებოდა. ეს არის ბიძინა ივანიშვილის დამკვიდრებული ტრენდი. თუ ვინმე შავი სამყაროს წარმომადგენელი იმათაც გადააგდებს, შავი სამყაროს ხალხსაც გადააგდებს, გადაყრილიც აყავს, ძალიან ბევრი გადაყრილიც აყავს, მათ შორის აქ ევროპაში ტრუსიკის და მაიკის კურდობაზე დაჭერილი ხალხი უკან გამოადებორტეს, ესეც ცალკე ამბავი არის. ელემენტარულს გეუბნებით. ეს ადამიანი არის ასეთი აზროვნების. თან ეს ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, რომ ამაში სახელმწიფო ინსტიტუცია თურმე არაფერ შუაში არ უნდა იყოს. არაფერ შუაში არ უნდა იყოს თურმე პატრული და პოლიცია, რომ ვიღაცა ეგრე 1,200,000 ღმერთმა დაიფაროს ქვეყანაში 1,200,000 ქოცი იყოს. ვიღაცა 1,200,000 ქოცი შეაგინა და ვიღაცა გამწარებული თურმე ქოცი მივიდა და ერთი წლის მერე გალახა ქუჩაში, ბიძინა რა შუაშია. ამ შემთხვევაში რასთან აგვაქვს საქმე? აი ის რაც იქ ხდებოდა, იქ რაც ხდებოდა რასთან აგვაქვს საქმე? პატიმარი, რომელიც იხდიდა სასჯელს, იყო პატიმრობაში და იყო თავის საკანში და ეს კამერა უყურებდა ამ ყველაფერს, იქ რა მოხდა? იქ ბადრაგებმა და ზონდერებმა კი არ ცემეს. ვიღაცა შავი სამყაროს წარმომადგენელი დიდი ალბათობით, რა ვიცი, ესენი შავი სამყაროს უძახიან, მე ამ ხალხს ვინც არიან ნაღდი შავი სამყარო, მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, იმიტომ რომ ისინი იდეოლოგიის ხალხი არიან და ცხოვრობენ მართლა და მართლა არსებობენ იმ სულით, რა სულითაც არიან და ღმერთმა გაუმარჯოთ თავის გზაზე. რომელი ქურდი და რომელი ქურდბაცაცა მე ამათ კაი პოლიტიკოს არ მირჩევნია კიდე, იმას რა უთხარი, ქურდის სამშობლოს მაინც არ ყიდის. და ყველაზე უკანასკნელი კრიმინალი გერჩვინოთ პოლიტიკურ კრიმინალს. ახლა შეხედეთ აქ ტაქტიკა როგორ მუშაობს. ის ხო ყავდათ იქ შეგდებული. ვიღაცა შეუშვეს, მიცეს დავალება და გასაღდა ეს ყველაფერი იმაში, რომ თურმე პატიმრებს მოვიდა ერთმანეთში ჩხუბი, გაჟეჟეს, შეიძლება არცა ისე მაგრად გალახული, ახლა ეს ამათი ტაქტიკა არის, ნემს ბუზად აქცევენ. და მერე გამოიტანეს ეს ამბები გარეთ და აუ საწყალი თავი გაუხეთქეს, ასე უქნეს, ისე უქნეს და იქ აღმოჩნდა ისე რომ თურმე პატიმარს მეორე პატიმართან მოუვიდა თურმე ჩხუბი და ჩვენ რა შუაში ვართ ახლა ყველა პატიმარს ხო არ დავადგებით თავზე და 4-მიანი საკნიდან 1-იანში გადავიღოთ. ეს ბიძინა ივანიშვილის ვირეშმაკული სტრატეგია საერთოდ. აი ასე მუშაობს ბიძინა ივანიშვილის სტრატეგია. ოფიციალურად, არაოფიციალურად. სადაც კანონით არის მოსათხოვი და მოკიდებენ ხელს, კანონით მოთხოვენ პასუხს. სადაც კანონი არ მუშაობს და კანონი ვერ გავა, იქ აი ასეთი არაოფიციალური სტრატეგიით და ტაქტიკით მოკიდებენ ხელს. აი ეს არის ამის დემოკრატია, რომელიც დემოკრატიაც ამ კაცმა დაამყარა ქვეყანაში. ამას არ აინტერესებს კანონი, ამას არ აინტერესებს სამართალი, ამას არ აინტერესებს სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება, ამას აინტერესებს აი ესეთი სინდიკატით მართული ქვეყანა, რომლის შნირებსაც დღეს მოიყვანს, ხვალ მოისვრის და ესე შემდეგ. ასე გაგრძელდება ცხოვრება. აი ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ ეს ყველაფერი რაც მოხდა, თქვენ ისე რა მინდა, იცი ამ ხალხს უთხრა, ახლა რო წივიან და კივიან და დედა ბიძინამ დამღუპა და ამანქნა და იმან. ის თეთრი ბაირაღები გენიალური ფილმი არის, ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი ფილმი არის, სიმართლე გითხრათ. აი ძალიან მიყვარს ეგ ფილმი. და მაგ ფილმში ძალიან კარგად არის ნაჩვენები იქ ქურდიც ზის, თაღლითიც ზის, კორუფციონერიც ზის, მკვლელიც ზის, მოძალადეც ზის და კარგი მომენტია იქ ნაჩვენები. აი 1,10,000 ჩემტო რო იძახის. შოშია. მაგას მილიონებს რო ღუნავდიო, მაშინ უნდა გეფიქრაო. აი მაგას გადაეცით, მილიონებს რო ღუნავდა უამრავი გაჭირვებული, გაძვალტყავებული ქართველის და საქართველოს ხარჯზე და იდებდა ჯიბეში. აი მაშინ უნდა ეფიქრა, რომ შეიძლება ასეთ დღეში ჩავარდნილიყო. აი მაშინ იქნებოდა ჭკვიანი ახალგაზრდა და არა ახლა. უკაცრავად. და არა ახლა.
და არა ახლა. რაც ახლა ხდება. აქედან გამომდინარე, შემოკარგებო, გაიგეთ ამ ადამიანის ფსიქოლოგია, გაიგეთ ამ ადამიანის აზროვნება, გაიგეთ ამ ადამიანის ფენომენი, როგორ ეკიდება ის მის ქვეყანას და როგორ ეკიდება ის და წმინდანად რო ყავთ შერაცხული. ღმერთო წმინდა ბიძინა, აი ეს იცის წმინდა ბიძინა, შემოკარგებო. ესეთი დამოკიდებულება იცის ბიძინა, აი ესეთი სტრატეგიით მუშაობს და ასე მოუვა. ახლა აბრალეთ სხვას, არ გაძღაო ხერი და თქვენის მუცელი და ასე შემდეგ, გაგრძელეთ. გენიალური არის ქართული კულტურა და ქართული კინემატოგრაფია, ყველაფერი არის იმაში დამარხული. ახლა იჯექი ახალგაზრდა ბიჭმა, მე არავის ციხეში ყოფნა არ მიხარია და არ მსიამოვნებს. მაგრამ იჯექი ახლა ახალგაზრდა ბიჭმა და იწამე და იტანჯე მაგ. რისთვის იცი? აი იმის კოდლაში რო იყავი შემძვრალი. ეხლა რიჟვაძეს რა აქვს მოსული ჯერ კაცი შვილმა არ იცის, ან დაჭრილია ან არა, დაჭრილი მე არ მინახია. როგორც ბაჩიაშვილი არ მინახია, რასაც წერენ ნაცემიაო და ნემსროს პილოტ გახდიან, ისე არ მინახია ეს. შეიძლება საერთოდ ნაკაწრიც არ აქვს და ისე გადააფრინეს, ამაცაც რას გაიგებ, ამათი მაფიოზური ვაჭრობის ტაქტიკა როგორ და რანაირად. თქვენ ხალხო ხო არ გონიათ, რომ ესენი პოლიტიკური ოპონენტები არიან და პოლიტიკას ქმნიან. ამათმა შექმნეს დანაშაულებრივი სინდიკატი, რომელიც მომჯდარი არის ქვეყნის სათავეში და ეს დანაშაულებრივი სინდიკატი შემოკარგებო, აი ასე ახდენს ქვეყნის მართვას. და თქვენ კიდე ვიხართ და ლოცულობთ. ილოცეთ, იმიტომ ის კუზიანი აკლემი ადრე თუ გვიან ყველას სახლთან დაიჩოქებს და მე ვინმე მართვას ის რომ უი ეს რატო მოხდაო. როგორც სააკაშვილის დროს იყვნენ ბევრი შემალული და აქებდნენ და ადიდებდნენ და ამართლებდნენ და ახლა ცოლშვილი მყავს და თავს ყوار და იქნება და არღის იმ შენი ცოლშვილის და შვილის კარაქიანი პურის ჭამა იმის ფასად რომ ქვეყანა ამ დღეში არ იყოს. მაგრამ არა, ამიტომ ეს რაც ხდება, ეს არის ქოცური კოდლის შიდა დაპირისპირება, რომლებიც აუცილებლად მოიტეხავენ ცხვირს, აუცილებლად დაამთავრებენ ისე ცუდად, როგორც და მათ შორის ბიძინა ივანიშვილი ძალიან ცუდად დაამთავრებს. ამიტომ ახლა ეს სტრატეგია და ეს ტაქტიკა კიდევ გადავა და ბარეორზე განხორციელდება. და მაგას მაშინ უნდა ფიქრობდეთ, პირს რო გააღებთ და მილიონებს რო ჭამთ და უსამართლობის მხარეზე ხართ, იმიტომ რომ თქვენი ცოლშვილი არ ჩინოთ და თქვენ იყოთ კარგად, აი მაშინ უნდა იფიქროს სად წამოგარწყევიებს. აი ამის თქვა მინდოდა. ახლა დაგემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.